მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. მინდა გითხრათ რომ ქვეყანაში ვითარება არ შეცვლა, ამიტომ დღეს 52 ოქტომბერია და ვიწყებთ გადაცემას. შეიცვალოს ვითარება და შევცვლით ეს. არ არის ესე? ასე გრძელდება. სადამდე ავალთ არ კაცმა არის ის, მაგრამ ავდივართ ზემოთ. ხვალ დიდი დღეა მეგობრებო, ხვალ არის ქართული ოცნების არჩევნების დღე. ეს ჩვეულებრივი წინადადება გონიათ, ხო ეხლა? არა და ხუმრობა არის. ანუ ხვალ ქართული ოცნების არჩევნების დღეა. ანუ ნახეთ, არჩევნების დღე კი არა, ქართული ოცნების არჩევნების დღე, ძვირფასო მეგობრებო, ვერ მიხვდით, ხო იუმორს, ვერ ხვდებიან, იუმორს ვერ ხვდებიან. ადრე რომ იყო კომუნისტური პარტიის არჩევნების დღე, არც მაშინ იყო ეს ხუმრობა, სასაცილო სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ აი დემოკრატიული ქვეყანა რო გავხდებით, ძვირფასო მეგობრებო, მე ძალიან გაგეცინებათ. მე მგონია რომ აი ამაში არის პრობლემა, რომ დემოკრატიული ქვეყანა არა ვარ და ამიტომ არ არის ეს ხუმრობა სასაცილო, ანუ ქართული ოცნების არჩევნების დღე ჩვეულებრივად მიიღო მაყურებელმა. მოკლედ ხვალ არის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას, მხოლოდ ოცნება იყრის კენს. ყოჩახ კარგია, ძალიან კარგია. მოდით მესამე ტურით ჩავატაროთ ძვირფასო მეგობრებო. მესამე ტურში ამ მომშეოლებიც აღარ იქნებიან საჭირო საერთოდ. პირდაპირ ოცნების დეპუტატები მიდიან უბნებზე, იატაკზე გორაობენ და თავზე იყრიან ბიულეტენებს. აი ესეთი იყოს მესამე ტური. მესამე ტური იქნება ესეთი ძალიან კარგი. ძალიან უცნაური არჩევნებია, მარტო თავის თავს ირჩევენ. ფაქტიურად 100% ექნება ხვალ ყველა მაჟორიტარს. ესეთი სიტუაცია იყო 80-იანებში, როცა ცეკამ გორბაჩოვი აირჩია 100%-ით და ახლა 2020-ში, როცა 100%-ით აირჩევენ გლდანში კობიაშვილს. აი ესეთი შედარება გავაკეთე ძალიან უცნაური. არა და წარმოიდგინეთ ოპოზიციას რომ მიეღო მონაწილეობა, რამდენ პროდუქტს დაურიგებდნენ ხალხს. ახლა რა უნდა უყონ ამ პროდუქტებს? უნდა ადგენენ და გადაყარონ, რა უნდა ქნან? არა, ახლა შეუძლიათ რომ ხალხს დაურიგონ ეს პროდუქტები, მაგრამ ისედაც იგებს ოცნება და ხალხს ტყუილად რატო უნდა აჭამონ. ფაქტიურად ჰაერში გასროლილი ჰაერში კარტოფილის გასროლაა რა, ტყუილად, ტყუილა ისვრი რა, ადგილი. ხვალინდელი დღით ძალიან გახარებულია ბიძინა ივანიშვილი, ფულის დარიგება არ სჭირდება, მოსყიდვა არ სჭირდება, აგიტატორები არ სჭირდება, ეს იქნება ყველაზე იაფიანი არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის მის ისტორიაში, პრაქტიკულად თავის ფასში ატარებს არჩევნებს. აი, თვითღირებულება რაც აქვს არჩევნებს, იმ ფასში ტარდება რა. დიდი ალბათობით ძველ ბიჭებსაც აღარ შეაწუხებენ მეორე ტურისთვის და საარჩევნო უბნებზე მალალეტკებს დააყენებენ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ტრენინგი იქნება ერთგვარი სიმართლე რომ ვთქვა. მართალი არჩევნებზე მისვლას არანაირი აზრი არ ექნება, მაგრამ ცესკომ თქვენთვის შოუ პროგრამა მაინც მოამზადა. საარჩევნო უბნებთან მისულ ადამიანებს დააგხვდებათ მოწყენილი აგიტატორებით, ცარიელი ფურცლებით, ასევე თქვენ იხილავთ დაასარბევათ მომზადებულ ძველ ბიჭებს, რომლებიც მაყურებელთა დაჟინებული თხოვნით ერთმანეთში იხიპიშებენ. შოუს კულმინაცია კი იქნება სასიკვდილო ნომერი. თამარ ჟვანია ხელებს შეკრული ჩავა საარჩევნო ყუთში, რომელსაც დაულუქავენ, ჰაერს ამოტუმბავენ და 50 წამში თამარ ჟვანია ამ შეკრული ხელებით დაბალანსებულ გადასწორებულ ოქმებს გაასწორებს. ძვირფასო მეგობრებო, მე ამოვა ყუთიდან და აგიტატორები ტარს დაუკრავენ. ესეთი შოუა რა, მე მოვიფიქრე, მაგრამ კარგი შოუა. მოეწონება მაყურებელს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ეწვია ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობო სექტორს და მეორე დღეს წავიდა. ოპოზიციასთან არ ქონდა დაგეგმილი შეხვედრა. მოკლედ 31 ოქტომბრის არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, პომპეო არ შეხვდა ხალხის მიერ არჩეულ კოალიციურ მთავრობას, ის შეხვდა ფრანგ პენსიონერს, შემდეგ მაღალ გამხდარ კაცს და აეროპორტში ის გააცილეს ვიღაც ტიპებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ანუ მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე. მაიკ პომპეოს პირველი შეხვედრა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან. ხა ბედი არ გინდა აქამდე სულ ექსკურსიებზე იყო ეს ქალი და რაღა მაინც ახლა დახვდა სახში. მაიკ პომპეო მოიხიბლა თბილისის ხედებით და შეირყა სალომე ზურაბიშვილით, იმიტომ რომ სალომესგან რო გამოვიდა, აშკარად ეთყობოდა რომ დაუძლურებული იყო. ჯერ ჩხიბავთან წასვლა მოითხოვა, გამომილოცოსო ვინმე უნდა, მე შეხვდა გახარიეს. ესეთი ამბავი გამოვიდა იქიდან.
პრეზიდენტის შემდეგ პომპეო შეხვდა პრემიერ-მინისტრს, შეხვედრისას მაიკ პომპეოს ეკეთა პირბადე ამერიკის დროშის გამოსახულებით, ხოლო გახარიას უბრალო პირბადე ჩვეულებრივით. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ქართული პირბადე უნდა გაეკეთებინა თვითონ გახარიას. ის პირბადე უფრო გამოხატავს ჩვენი მთავრობის ამჟამინდელ მდგომარეობას, რო შევხედოთ აი ამ კუთხით. ოპოზიცია უკან არიხევს და ბოლომდე მიყვება სრულ ბოიკოტის გეგმას. პომპეოს ვიზიტსაც ორიგინალური მდუმარე აქციით შეხვდნენ და გააპროტესტეს გაყალბებული არჩევნები. ამ აქციაზე საინტერესო იყო ნიკამელიას კომენტარი. მოდით ნახოთ ფოტო. ანუ ძვირფასო მეგობრებო, ეს კომენტარი საინტერესო იყო იმით, რომ ჩაცმულობის გამო იყო საინტერესო, რომ კომენტარი კი არაფერი ისეთი არ ყოფილა, არც გაუკეთებია. ჩაცმულობის გამო. ინტერნეტში სივრცეში აატყდა დიდი ამბავი, აი ამ დუტის ქურთუკზე, ეს ბარბერის ქურთუკიაო და ეს ქურთუკი $1350 ღირსო. კარგით რა. კარგით რა. რა ატეხეთ ერთი ამბავი თქვენ არიცით მე რა ბრენდები მაცვია. ერთი $2000 მარტო წელზე მოთვარ. წელზე მოთვარ მარტო ერთი $2000 და წელს ქვემოთ საერთოდ მარტო მაღალი მოდის დიზაინერების კვლევის ობიექტი ვარ მხოლოდ. რიგითი მოკვდავები ამას ვერ მიხვდებით ვერასოდეს და ამიტომ რა ვიცი ავტეხოთ ამბავი თუ რა ვქნათ რა უყურთ. რა ისენია. ისე რა უცნაურია, რა ძვირიანი ქურთუკიაცია, როცა ხალხსო უჭირსო. ამას ამბობენ ის ადამიანები, რომელთა თავდაცვის მინისტრსაც ხელზე $200,000 საათი უკეთია. ეს ხალხი ლაპარაკობს. იყო დრო, როდესაც მელიას ქურქით შემოსილი ადამიანები იქცევდნენ ყურადღებას და დღეს ქურქით შემოსილი მელია ხდება სალაპარაკო ძვირფასო მეგობრო. მეც ვიფიქრე, რად უნდა ეხლა რატომ ჩაიცვა ეს ძვირიანი ქურთუკი თქო, მაგრამ იაფიანიც რომ ჩაეცვა რა აზრი ქონდა. ისე არიან უკვე ეს ქოცები. მელიანო სულ ტიტველმა იაროს ქუჩაში, მაგაზეც იტყვიან მაღალი ხარისხის ძვირიანი მეგრული ტყავი აქვსო ტანზე გადაკრულიო. აი მას იტყვიან. შეუძლიათ ამ ყველაფრის თქმა. სხვათა შორის ნიკა ბარბერ მელიას გდანში ოფისი გადაუწეს. ვინ დაწვა, რატომ დაწვა, არ ვიცი, ერთადერთი რაც ვიცით, არის მიმდინარეობს გამოძიება და მიმართეთ პრესცენტრს, ეს არის ჯერჯერობით ცნობილი. შეიძლება მალე იყოს ცნობილი გამოძიება, რომ აქტიურ ფაზაში არის შესული. აი ეს ინფორმაცია იყოს ცნობილი. მე ვიცი, ვინ ჩაიდინა ეგ, უეჭველი ნაციონალებმა დაწვეს თვითონ. თავისი თვითონ დაწვა. ხო, რა გაგიკვირდათ, რა ნაციონალებმა თუ გააყალბეს არჩევნები რა. ოფისს ვერ გადაწვავდნენ, თუ რა არის. ეს ხო ნაცების სტილი არის, თვითონ აფუჭებენ, რომ მე სხვას რო გადააბრალონ რა. ეხლა დავაკვირდით ჩემს თავს და იმას რომ რაებს ვლაპარაკობ და მივხვდი რომ ყველაზე მარტივი პროფესია ამ ქვეყანაში არის ქოცობა ძვირფასო მეგობრებო. აქედან დასკვნა გამოვიდა, უმარტივესი პროფესია. რადგან გლდანს შევეხე, მოდი ფეხბურთზეც ვისაუბროთ. რა კავშირშია გლდანი და ფეხბურთი? აი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს რაც დაემართა არჩევნებში ნიკამელიასთან, იგივე დაემართა საქართველოს ნაკრებს ჯერ მაკედონიასთან, ჩრდილო მაკედონიასთან, მერე სომხეთთან. თამაში ვერ მოვიგეთ, ერთი თამაში. ერთი. არდა ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან ფინანსდება 40 მილიონით ყოველწლიურად, სხვათა შორის ეს ფეხბურთი სადაც გადის ხოლმე. ის ტელევიზია კიდე საზოგადოებრივი მაუწყებელიც. სახელმწიფოსგან ფინანსდება 60 მილიონით. ესე იგი 100 მილიონს ვიხდით ძვირფასო მეგობრებო და ერთადერთი დადებითი რაც ამ 90 წუთში ხდება არის ჰიმნის მოსმენა. ჰიმნს ვისმენთ 100 მილიონად, ძალიან საინტერესო. კაი ტარიფია. მოდი გავმიჯნოთ პოლიტიკა და სპორტი და დაუბრუნდეთ პოლიტიკას. ოპოზიცია რომ ძალიან კატეგორიულია, ამაზე მეტყველებს პოლიტიკოსების პრინციპული განცხადებები. მოდით ნახოთ ნაწყვეტი მურმან დუმბაძის განცხადებიდან. პირველი გზა, ეს არის ღირსეული გზა, აღიაროს იმ ოქმებითაც, რომელიც მას აქვს გამოწერილი, აღიაროს რომ არჩევნები არალეგიტიმურია, რომ არჩევნები მოხდა არათავისუფალ გარემოში. გახსოვთ ხო ბატონი მურმან დუმბაძის განცხადები 2012 წელს ადრე მარჯვენას გვიხმოვდა და ახლა აშკარად რაღაცა სხვა რაღაცის გახმობით გვემუქრება, არ ვიცი რა არის ეს რა ვიგულისხმო, რა ვიფიქრო, არ ვიცი. ეს ახლა პატარა ნაწყვეტი გაჩვენეთ, თორე მე ვიდეო გრძელდება და ასე გრძელდება სხვათა შორის აუცილებლად მოუწევსო ახალი არჩევნების ჩატარებაო, მე არ ვიყო მურმან დუმბაძე თუ არ ამ მთავრობას ვარ მოუსვლელში არ გაუშვაო. და ზოგადად ბიზინა შენი დღეები დათვლილია. ესე აგძელებდა მე. ესე გძელდებოდა ეს. რა საიტელო.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა სხვადასხვა ქალაქში და ამ აქციაზე გამოჩნდა წარწერები მიშა ჩამოდი. ესე იგი ვიღაცებს უნდათ რომ მიშა ჩამოვიდეს. არა და ოპოზიციური პარტიები იძახიან რომ მიშა არ ჩამოვიდესო. ანუ რა გამოდის ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს მიშას მხარდაჭერები უნდა და მიშა არა. ეგ როგორი ამბავია იცით? აი შეყვარებული რომ ხარ, გოგო რომ მოგწონს, მაგრამ ისი მშობლები დიდად არ გეხატება გულზე, მაგრამ ბოლოს მაინც გიწევს ურთიერთობას, ვიბრალოს სად გაექცევი. აი სად გაექცევი გეკითხები. იქეთ სააკაშვილი ხან ამბობს ჩამოდივარო, ხან ამბობს არ ჩამოდივარო, თქვენ თუ მიიყვანთ ბრძოლას ბოლომდეო, მე თქვა რომ თუ თქვენ მეტყვით ჩამოვალო, მოკლედ ბატონო მიხეილ, ერთხელ ვიყავი ქორწილში, ხო და სტუმრები ელოდებოდნენ სიძე დედოფალს, დიდხანს. ელოდნენ და არ მოვიდა ეს სიძე დედოფალი დიდი ხანი და დასხდნენ სუფრასთან ეს ხალხის, დაიწყეს ქეიფი. რამდენიმე ხანში ვიღაცამ დაიძახა არიქა სიძე დედოფალი მოვიდაო. ხო და რა მოხდა? არაფერი. არც არავინ მიაქცია ყურადღება და გააგზელეს სმარტჭამა. ხო და ბატონო მიშა, ეხლა დავდივართ სუფრასთან ასე, აი. ასე დავდივართ სუფრასთან ბოლთას ვცემთ, ბოლთას. ხო და სანამ ცხელები მოუტანიათ, ჩამოდი, თორე მე უკვე დაიწყო ქეიფი და ტაშმანდური, ვიღას გაახსენდები ერთი თუ ჩემი ძმა ხარ. მოკლედ ოპოზიციამ რაც არ უნდა მოიმოქმედოს, მიშა გინ ჩამოვიდეს, გინდა რა ქართული ოცნება საერთოდ არაფერზე არ ნერვიულობს. რატომ? რატომ და მათ აქვთ საერთაშორისო აღიარება, ძვირფასო მეგობრებო, რაც აძლიერებს ქართულ ოცნებას, ეს არის მათი საერთაშორისო აღიარება. მიხვდით ხო რა შეას? მოდით ნახოთ ეს საერთაშორისო აღიარება, რომელიც ბაჯაღლო ტელევიზიამ გაავრცელა ამას წინათ და ძალიან კარგია. სხვათა შორის, წავიკითხოთ. პოლონეთის ქვემო სილეზიის სოვოევოდოს მარშალმა თორნიკე რიჟვაძეს არჩევნების დემოკრატიული პრინციპებით ჩატარება მიულოცა. ქვემო სილეზიის მარშალმა მიულოცა და პოლონეთის ზემო სილეზიის მარშალი ყოფილა ნაცი და იმან არ მიულოცა ერთხელ. ყვაშკარად დიდი აღიარება, ძვირფასო მეგობრებო, პოლონეთის ქვემო სილეზიის სოვოევოდოს მარშალი ულოცავს თორნიკე რიჟვაძეს არჩევნების დამოუკიდებელი პრინციპებით ჩატარებას. ხორცულად და თითქოს სოლიდურად ჟღერს ეს ნიუსი, მაგრამ სინამდვილეში ფაქტი ასეთია. პოლონეთის რაღაცის ვიღაცა ულოცავს ქართული ოცნების ვიღაცის რაღაცას. აი ესეთი მოკლე შინაარსი. იგივენაირად ქვემო სიმონეთის გამგებელმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მოლდოვის ახალ პრეზიდენტს მაია სანდუს და სოფელ თოხლიაურის გამგებელი მიესალმება ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩამოსვლას საქართველოში, ხოლო ოკამის გამგებელ ჯერ კიდევ არ მიულოცია ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, რადგან ხმების გადათვლას ელოდება. აი ესეთი ინფორმაცია გამოაცხადა ტელეკომპანია იმედმა. ეს ოკამი იმიტომ არ ულოცავს, რომ ტრამპის შემატკივარი იყო და მაინც ელოდება ხმების გადათვლას. მოდით ცოტა პოზიტივი შემოვიტანოთ მონოლოგში, ძვირფასო მეგობრებო. ბოლო-ბოლო ახალი წელი გვიახლოვდება, მთავრობამ დაიწყო წინა საახალწლო ფუსფუსი და მზადება. მაგალითად, თბილისის მერიამ 600.000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამ თანხიდან 200.000 დაიხარჯება შარშანდელი ნაძვის ხეზე ტოტების დასამატებლად და დანარჩენი განათებებზე დაიხარჯება. ანუ იმ ნაძვის ხეს უმატებენ ტოტებს, რომელიც იყო წინა წელს გამოფენილი ქალაქის ცენტრში. მოკლედ, შარშა რო ძალიან ტრენდული, სვეტსკური, ევროპული და მილანებში რო ასეთი არ ენახათ, აი იმ ნაძვის ხეს ტოტებს ამატებენ ძვირფასო მეგობრებო. კარგია, წელს ტოტებს დაამატებენ, მომავალ წელს გირჩებს დაამატებენ, კიდევ მომავალ წელს ფუღროს დაამატებენ. ციყვს როდის დაამატებენ? არა, გერა, ციყვი ყვავს. ციყვი თვითონ ის არის, ვინც ამ ყველაფერს ფიქრობს, ძვირფასო მეგობრებო, მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე. განათებას რაც შარშანი იყო, კიდევ ამატებენ 400.000 ლარის განათებას, არა და ღამის 10-ის შემდეგ გადაადგილება შეზღუდულია. დაიწყებს ახლა ხალხი, რად გვინდო და განათებაო, ღამით მაინცო ვერ გავდივართო გარეთო, ვინ მოიფიქრა ეს უაზრობაო, რას ამბობთ? თქვენ სარიელ მაცივარს რო გამოუაღებ და შუქი ინთება, ეგ ხო ძალიან აზრიანი განათებაა, რას ამბობთ? ყველაფერზე არ შეიძლება ესეთი კაცო ადამიანების ესე ყველაფერზე გამონთება კაცო რაღაცა კარგიც დავინახოთ ხო შეიძლება განათებაზე მეორე ამბავიც მაქვს მაგრამ ამ მეორეს პირველი ჯობია დენის ტარიფი იმატებს ძირფასო მეგობრო იზრდება დენის ტარიფი დენი ძვირდება შესაბამისად გაძვირდება პურიც და ისეთი დრო მოდის მე მგონი პურის ხსენება მარტო ლოცვაში მოგვიწევს ძირფასო მეგობრებო
არ შეგეშინდეთ მეგობრებო, გააძვირებენ დეს, გააძვირონ კი ბატონო, ჩაგიჭრიან და შუქი აღარ გექნებათ. მე რა პრობლემაა, დაჯექი მე სანთლის შუქზე, დაიდე წინ iPhone 12 Pro და სანამ დაიცლება ეს ელემენტი, დააგუგლეთ როგორ უნდა შეეცვალოთ ფითილი ლამპაზე. დამიჯერეთ ძალიან რთული რაღაცაა, სხვათა შორის რთულად იცლება, თუ Google-ში არ ნახე და როგორ აწყობენ და როგორ მაინც საჭიროა. სხვათა შორის დავაკვირდი და ეს გაძვირებები სულ არჩევნების მერე ემთხვევა ხოლმე ძვირფასო მეგობრებო. ყოველთვის ასეა. ხალხის გატყავება, სულის გაძრობა, სულ არჩევნების მერე ემთხვევა რაღაცნაირად. და ფრაზები როგორ მოგვატყვეს ამ ნაძირლებმა, ეს რა დღეში ჩაგვყარეს ხალხი, ესენი ზუსტად არჩევნების მერე ემთხვევა ხოლმე ეს ფრაზებიც. აი ხედავთ, ისევ არჩევნებამდე მივედით. რაზეც არ უნდა ვიფიქრო, ბოლოს მაინც არჩევნებამდე მივყავართ ძვირფასო მეგობრებო. ყველანაირ ფიქრს. აღარც კი ვიცი როგორ გავძლებ არჩევნების გარეშე. ძალიან მომენატრება არჩევნები. ძალიან მომენატრება. მომენატრება რუსიკო დეიდა, თამრიკო დეიდა, ლამარა დეიდა და სხვა სიცოცხლით სავსე აქტიური გაცხოველებული დეიდები საარჩევნო უბნებთ. მომენატრება მანქანის უკანა სავარძელზე მოფუსფუსე დეიდები კამერის მიახლოების დროს ვერხვის ფოთლებივით რომ აშრიალებენ ფურცლებს. მომენატრება მარკირება ბიულეტენები ძალიან ბევრი რამ მომენატრება უბრალოდ გრძნობებს და მონატრების ბალანს ვერ სვავ ხალხო. მორეზანტება თამარჯვანია. როგორც მივხვდით მომენატრებაში ასოებია ჩასწორებული ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ მორეზანტება გამოვიდა. მომენატრება თამარჯვანიას მათემატიკა, ან ალგებრა, ან გეომეტრია, ან საბუნების მეტყველო საგნები, მოკლედ რითიც დაითვალა არჩევნები თამარმა ის მომენატრება. ნედა ჩემი ბიულეტინი სად არის ახლა? ვინ ხაზავს, ვინ იყენებს, ხომ არ სივა, ხომ არ წყურია. 100-ია წუთისოფელი, 10 ყოფილა ერთი ამომრჩეველი. რას ვიზავთ? ბოლოს ყველა ერთიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვილები ვართ. ძალიან მომენატრება. ირაკლი კობახიძის არა, გატყუებთ კობახიძის არაფერი არ მომენატრება ძვირფასო მეგობრებო. მოვიდა დრო, აბა დროზე ბიჭებო, გოგოებო, შენ ნათელი მომავლის სურათი დაიჭირე, ბიჭი გამოიტანე, სურათი გამოიტანე, მოყიდე ხელი ბიულეტინებს და გაიტანეთ. ერთად მოაგროვეთ მანქანასთან. გამოგვყავს უკვე დემოკრატია ძვირფასო მეგობრებო, გამოგვყავს ეს უბედური, გამოგვყავს. არა და როგორ მომენატრება. გაწიე კამერა შეახმარო შენაი, გაწიე. აი ესეც მომენატრება ძვირფასო მეგობრებო. იმიტომ მომენატრება რომ გზნობ რომ შინაგანად 10%-ით მეც ასეთი ვარ. კი მინდა განვითარება, მაგრამ ეს შინაგანი 10% მაინც მხაჩავს კეფაში და ვაფშე რატომ იღებ კამერას? ჩემი და გაწიე მეთქე ბიჭო კამერა. გაწიე კამერა, ბიჭო ბენს გადაუღე მიდი. მიდი რა ბენს გადაუღე ბიჭო, დაგილურჯებ გადაუღე ბენს.